საქართველოში სულ 3 კლდეში ნაკვეთი ძეგლია. უფლისციხე, ვარძია და დავით გარეჯი. უძველესია უფლისციხე. იგი მე-7 საუკუნიდან იხსენიება. უფლისციხე ადგილობრივ ტომთა ბელადის უფლის სადარის რეზიდენციას წარმოადგენდა, რომელსაც დიდი ძალაუფლება ჰქონდა. კლდეში ნაკვეთი დასახლება ჯერ უფლისციხეს მიდამოებში მცხოვრები თემების საცხოვრისი გამხდარა. შემდეგ კი ზენა-სოფლის ტომთა გაერთიანების ცენტრი, სადაც მჯდარა ამ გაერთიანების მეთაური უფალი. აქედან მოდის სახელწოდება უფლისციხე. ადრინდელი ანტიკური ხანიდან უფლისციხე ქალაქური ტიპის დასახლება იყო, რომელიც დროთა განმავლობაში სახელმწიფო ცენტრად იქცა. საქართველოს გაერთიანებისთვის ბრძოლის პერიოდში კი დასუსტებული ციხე-ქალაქი უფლისციხის შეიდა ხელში გადადიოდა. უფლისციხეში გაბატონებისთვის თავგამოდებით იბრძოდნენ ქართველი მეფეები, კახეთის მთავრები და სომხეთის მეფეები. ეს პროცესი დავით აღმაშენებლის თბილისის გათავისუფლებით დაგვირგვინდა. უფლისციხის დაგეგმარების მხრივ აღსანიშნავია დაახლოებით 1 სქემით განლაგებული კომპლექსები. ნაქალაქერის ტერიტორიაზე კი აღმართულია აგურით ნაგები სამეკლესიანი ბაზილიკა. იგი თითქმის თავდაპირველი სახით არის შემონახული. უფლისციხეში არის წმინდა გიორგის სახელობის ტაძარი. იგი საძირკველის გარეშეა აშენებული, კლდეზე. სამხრეთ მხარეს მდინარე მტკვარზე ეშვებოდა კლდეში გაჭრილი დიდი გვირაბი. იქვე სამხრეთ უმანში გაკეთებული იყო შიდა ქალაქის მთავარი შესასვლელები. შიდა ქალაქი დასერილია კლდეში ნაკვეთი ქუჩების ქსელით. გამოქვაბულები განლაგებულია ცალკეულ ჯგუფებად, ზოგი ერთმანეთთანაა დაკავშირებული ფართო გასასვლელებით. ქალაქის ზემო ნაწილში განლაგებული დარბაზებიდან აღსანიშნავია კლდეში ნაკვეთი დიდი დარბაზი. 2007 წლის 24 ოქტომბრიდან უფლისციხის კლდეში ნაკვეთი ქალაქი შეტანილია იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის საცდელ სიაში.